მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და დღეს ძალიან რაღაც ურთულესი ამბით ვიწყებ ჯერ პირველ რიგში ქართული ეკლესიისათვის და არა მარტო ქართული ეკლესიისათვის, სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის, ჩვენთვის საქართველოსთვის გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც იყო მართლა ამ ქვეყნად იყო ადამიანი წამებული, ადამიანი, რომელიც ავიცი 1000 გვარი ცილის წამების, 1000 გვარი დამცირების და ამ ყველაფრის ამტანი და დამტევი იყო და ადამიანი ცოცხლა თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ჯვარს აცვესო, ეს ადამიანი იყო, რომელსაც რაც კი ღალატი შეიძლება სახარებაში გაგიგონიათ იმაში ამ ადამიანმა ცოცხლად ესე თლიანად განიცადა ეს ყველაფერი და ძალიან ბევრმა უღალატა, ძალიან ბევრი ტკივილი მიაყენეს და ეს ყველაფერი დაგროვდა და შემდეგ სამედიცინო დასკვნაც ეგეთია, რომ აი ამ დაგროვილმა მე ამ ადამიანს გული გაუხეთქა. ბევრი უარყოფა, ბევრი ღალატი, ტკივილი და აი ამ ადამიანმა ეს ყველაფერი გამოიარა. არა და ადამიანი იყო საქართველოში ხო ესე ხდება ხოლმე, იყო ერის მოყვარული, ეკლესიის მოყვარული და ჩვენი პატრიარქის უწმინდეს ერთგული და აი ესე გაიმეტეს რა, ესე გაიმეტა სამწუხაროდ ჩვენ და ცხოვრება ეგეთი არის, რომ ესე იმეტებს ხოლმე. კაი, თან თავდაბალი და უბრალო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბრალო მეუფე იყო, ვისაც კი მე ვიცნობდი, იცი თქვენ ყველას რო ვიცნობ და აი ამ სფეროში მე ადამიანი არ მეგულება, ვინც მაგაზე თავდაბალი იყო, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი ადამიანი იყო და მადლობა ღმერთს, რომ ესეთი ადამიანი ყავდა ჩვენ ეკლესიას და მადლობა მეუფე სერაფიმს იმისას, რაც ჩვენთვის გააკეთა, იმიტომ რომ მთელი სამყარო, აი ძალიან ბევრი ქვეყნებიდან მას ელოცულობდნენ, ცუდად რო გახდა და ბევრი ადამიანი რაღაცა ძალიან ცრემლს, ბევრ ცრემლს წაიღებს აქედან და ბევრ ტკივილს და ბევრი ადამიანის პატრონი იყო. თუმცა აი მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ღალატი და ტკივილი გაიარა, ხო, ბევრი ერთგული ადამიანი ყავდა. მე როგორ დავუწყებ იქ მამა იონე დღე და ღამე იქ იდგა. ხო, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანები მრევლი ყავს, არაჩვეულებრივი და მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანებიც არსებობენ რა, თუმცა უდიდესი ტკივილი ნახა ამ ადამიანმა, აი როგორც აი პატრიარქს აქვს ხშირად ეგეთი ტკივილები ნანახი ხოლმე და ამ ადამიანმაც ეს გადაიტანა და რა ვიცი, აი ყველაზე დიდი გულის წვეტა არ მინდა რომ მოგახვიოთ თქვენ ეს ყველაფერი თავს ეხლა და მე უფე მოიხსენიოთ თუ შეიძლება და წარმოგიდგენთ მამა გაბრიელის უსაყვალესი მეგობარი იყო, აი რაღაცნაირად თითქოს მამა გაბრიელმა წაიყვანაო მისი ხსენების დღეს დაესწრო და მეორე დღეს უკვე გარდაიცვალა და სხვადასხვა მრევლი უბრალო ხალხი მოდიოდა. ყველაზე მთავარი ეგ იყო, რომ აი ღმერთს ვინც უყვარს, რაღაც ტიტულოვანი ხალხი კი არ მოდიოდნენ და რაღაც ისინი რომ გააჩნიათ, რა ქვია, მოდიოდნენ უბრალო ადამიანები, ხო, სამწუხაროდ ჩვენთან ისინიც უნდა მოსულიყვნენ, ვინც არ მოვიდა, მაგრამ სამოთყოფოში ყველამ ესე ვერ მოიკითხა და ესეც ჩვენი წუხარების ამბავი არის, მართლა ტრაგედია არის, ეს არის ტრაგედია, როცა ესეთი ადამიანი გიკვდება და შენ გულთან არ მოდის და შენთვის რაღაცა ის არ ქვია, გაატარებ ამ ყველაფერს. ეს არის ტრაგედია და გაითვალისწინეთ, გეხვეწე, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ სხვას უნდა ვასწავლიდეთ სიყვარულს და რო გვიყურებენ გვერდიდან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ეს სიყვარული ძალიან რთულია რა და მეუფე სერაფიმე როცა გიკვდება გულის შეტევით, იმ გულის შეტევით, რომელსაც შენთკენ, ხო, ეს არის ჩვენი ტრაგედია და მე ამისათვის ბოდიშუხდი მის სულს და იმ ადამიანებს კიდე რა ვიცი ღმერთმა გამოაფხიზლოთ, ვისაც გამოეპარა მეუფე სერაფიმე. რა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ხშირად ხდება, მაგრამ სამაგიეროდ ღმერთს არ გამოეპარა, იმიტომ რომ ღვთისშვილი იყო და უბრალო იყო ყველაზე და მადლობა მეუფე სერაფიმეს, ბევრ ეთერს გაუკეთებ ძალიან. კიდე მამა ივანეს მოვიყვან ჭიშკარიანს ამის მერე მისი გაზრდილი და რა ვიცი გადაყოლილი მასზე შვილი, მართლა შვილივით იყო და იმ ადამიანებს ირგული ვირმა არის კიდე არაჩვეულებრივი ადამიანი, ბევრი არიან მაპატიეთ ვერ ჩამოთვლე ესე იმათ მამა სპირიდონი ისინი და ყველას ეხა რაც შეეხება მამა გიორგი მყავს, აი საჩემ და საბედნიერო დღეს დაემთხვა ის, რომ მამა გიორგი თეოდორაშვილი არის ჩემთან სტუმრად და ჩემთვის არის დიდი სიხარული არის ამ ადამიანის არსებობა საერთოდ ჩემს სიცოცხლეში და თან მეუფე სერაფიმე წარმოგიდგენთ როგორ მახსოვს რა წინათ მეუფე სერაფიმეზე შეტევა რო შტურმი რო დაიწყო, რასაც ქვია, არასამთავროებმა რო დაიწყეს და არ მორჩნენ, ხო, მეუფე სერაფიმეს ეთერი რომ მქონდა, მაშინაც დაემთხვა მამა გიორგი, შემთხვევით ვახსენე და რო დაიცვა მამაო, თავიდან კბილები დაიცვა, მაშინ ეს 7-8 წლის წინ იყო რა. როცა დაიცვა, საპატრიარქოში შეხვდა და ძალიან დიდი მადლობაო ესე უთქვას, მე ოფისერმა როგორ მახსოვს ეს ყველაფერი და აი ესე აი წარმოგიდგენთ ამ ხელა ადამიანი დაშტურმეს, აი რა ვიცი, ჯვარს აცვეს და ჩვენ აქედან უყურებდით რა და აი ამაზე მწყდება გული და ამას ჩემ თავსაც არ ვაპატიებ, ჩემ ცხოვრების მანძილზე, იმდენად დიდი ტკივილია ჩემთვის მე ოფისერაფიმეს ესე
წასვლა რაღაცნაირად გულის ტკივილი და იმი და თუ შეიძლება მე რა ვიცი ყოველთვის მოვხვდი მას ბოდიში აქედანაც და სულ ყოველთვის რა და თუ შეიძლება მამო ძალიან დიდი ბოდიშით რომ ესე რაღაცნაირად გამიგზელდა თუ შეიძლება რომ მამო გითხრათ ორი სიტყვა და დაგლოცო და რაზე ისაუბრებთ რატო კვდება ადამიანი უყურადღებოთ ტკივილით ხალატით და განსაცდელით აი ამ ქვეყნად მადლობა გიორგი რომ მომიწვიე და რატომღაც ისე მოხდა რომ მამა თეიმურაზი რომ გარდაიცვალა ქორიძე მაშინაც ჩვენ ვისაუბრეთ და ეხლა შემთხვევით ეთყობა მართლა არაფერი არ ხდება მე მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის და აქავე მინდა დავძინო გიორგი რომ მეუფე მკვდარი არ არის გარდაცვალებულია და მას ჩვენგან ჭირდება დიდი ყურადღება რაც ჩვენ მას დავაკელით სიცოცხლეში ყურადღება ეხლა გუმართებს ყველას მოგიწოდებთ სასულიეროს და საეროს რომ აი ერთ ფოტოს რო შეხედავ გიორგი ეს კოლაჟი შენი გაკეთებულია ვიცი რამხელა სევდა იმზირება მისი თვალები აი როგორი დაღონებულია დიახაით რამხელას აი არც ერთ ფოტოში არ არის მომღიმარი დაგვირდი გიორგი მე არ ვიცი შენ სპეციალურად შეარჩიე თუ როგორ მოხდა მაგრამ აი ყველა ფოტოში მეუფე არის სევდიანი ძალიან სევდა არ არის სასულიერო პირებისთვის უცხო მაგრამ აქ არის მწუხარება აქ არის უთქმელი დარდი აი აქ არის უთქმელი დარდი რაღაც მწუხარება წაიღო სევდა მეუფემ რომელსაც ალბათ მეორედ მოსვლის დროს რო შევხვდებით იქ გავიგებთ ალბათ ხო ანუ ჩვენ ახლა გმართებს გიორგი როგორც შენ და მე მახასიათებს მხოლოდ ტკბილ მოუბარობა მე მაგალითად გიორგი ძალიან მიყვარს ბორჯომში დასვენება ჩასვლა ბაკურიანში არ შემიძლია რომ არა ვთქვა გიორგი რამხელა კვალი დატოვა მეუფემ ამ ეპარქიაში აი ნებისმიერ ესეთ ცნობილ სადმე აი სასადილო დავიღოთ ხო აი რაღაც ორგანიზაციაში რო შეხვიდე ყველგან გამოსაჩენ ადგილზე მეუფეს ფოტო არის დაბრძანებული და ყველა ძალიან თბილად იხსენებს მეუფეს სასულიერო პირი იქნება გიორგი თუ ერისკაცი ყველაზე თავისი საქმეები საუბრობენ მე და შენ კი არ უნდა ვაქოთ რაც იყო ის უნდა ვთქვათ ხო მეუფეზე საუბრობენ მისი საქმეები ასე რომ მისი მადლით უკვდავი სული ჩვენ გვჯერა რომ სასუფეველში დაივანებს და ღმერთმა ყველას შეუნდოს ვინც მეუფეს გული ატკინა ყველას შეუნდოს ღმერთმა იმიტომ რომ ძალიან გულნატკენი წაბრძანდა მეუფე ამ სოფლიდან არ ვიცით ახლა რა როგორ ბოლომდე იმდენად უბრალდა თავდაბალი ადამიანი იყო რომ ხმამაღლა ეს არ მოგახო არსად არ უთქვავს ხო ახლა რა გაუჭირდებოდა შენთან რომ მოსულიყო ეთერში გიორგი და გადაკვირით მაინც ან თავის მართლების რეჟიმში რო გადასულიყო ხო მაპატია ცოტა შეიძლება ზედმეტი შედარება მაგრამ ივანე ოქროპირი რომ კათედრა რო დაატოვებინეს და ათანასე ალექსანდრიელს ხო ხმა კრინტი არ დაუძრავთ რამდენჯერმე მოხდა მათ თქალი ისინი მწვალებლობას ერკინებოდნენ და ეკლესიის ბურჯები იყვნენ მაგრამ მეუფე არ იყო რიგითი მღვდელმთავარი მე შემიძლია მას უწოდო სიყვარულის მეუფე ზუსტად სიყვარულის მეუფე ჩადით ვისაც ეჭვგეპარებათ ამ სიტყვებში შედით ბორჯომში ნებისმიერ დაწესებულებაში უბრალოდ თქვით მეუფე ერთი სახელი ახსენეთ და ნახეთ რამდენ თბილ სიტყვებს იტყვიან ეს უკვე ნიშნავს რომ ეს ადამიანი იყო ანთებული სამთელი რომელიც ეპარქიაში ანათებდა ბოროტების შემოსვლელი ძალა იყო და სამწუხაროდ ბოლომდე არ მოუწია თავისი ასე ვთქვათ სიტყვის თავისი საქმიანობის ასე ვთქვათ დამკვიდრება ამ ეპარქიაში და წავიდა ადამიანი გულნატკენი დამწუხრებული და სევდიანი ნათელში იყოს მისი მადლით უკვდავი სული და მე მინდა გიორგი შენ გითხრა მადლობა უკვე მერამდენე სასულიერო პირს არა გიორგი რა ვიცი ხლა სანამ შენ შემოხვიდოდი მე შემოვედი ამ ეთერში და ხა სამივე მონიტორს უყურე და ვფიქრობ ნეტა მე რომ გარდავიცვლები 100 წლის მერე თქვა ხო ნეტა გიორგი ჩემზე რა
რა გადაცემას გააკეთებს და ვის მოუწევს საუბარი ჩემზე. მაპატიეთ ამას რომ უბრალოდ ჩემი ადამიანური გაფიქრება გამოვამჟღავნე. რა თქმა უნდა ზოგი ახლა დამცინებს რომ ვინახარ ხო არავინაც არა ვარ. პირიქით არავინაც არა ვარ. ყველა სასულიერო პირზე ცოცხალი იქნება თუ მიცვალებული, მისი მრევლი მეტყველებს, მისი საქმეები მეტყველებენ. მისი დანატოვარი მადლი, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება და როგორ შეიძლება მეუფე სერაფიმე დაგავიწყდეს ერთხელ თუ მაინც შეხვედრილ ხალხმას, ხო? მე ვარ დასწრებული მის მსახურება, სადაც მან ჩემი მეგობრები აკურთხა უდლად. და არ დამავიწყდება გიორგი, როგორ მახსენა რომ აქო ზანდებაო ნარიყალას წმინდა გიორგი, წმინდა ნიკოლოზის წინამძღვარი მამა გიორგიო, რომლის სულიერი შვილები და მეგობრები ვაკურთხეო და ისეთი სტიმული მომეცა გიორგი, აი ახლა უცბად გადაცემამდე არ მქონდა ეს მოფიქრებული და პირველი ეს გამახსენდა ამდენი მრევლის წინაშე, მაშინ წმინდა ნიკოლოზის ტაძარი რო არის სკვერში, პარკში, ბორჯომში. და იქ რომ ახსენა და მეორედ ფოკაში წმინდა ნინოს ასე ვთქვათ, ტაძარში მონასტერი რომ არის, აი იქ დაასხა ჩემ მეგობარს ხელი და იქაც ასე ვთქვათ და მრევლი ესე მიყურებდა რა, რაღაც ძალიან დიდი და ეს მე ეხლაც კი მახსოვს გიორგი, რა თბილი სიტყვებით მომიხსენია და მასწავლა რა არის სასულიერო პირის წარმოჩენა, პატივისცემა, დაფასება და სტიმულის მიცემა. რომ ასეთი კარგი კანდიდატები რო გამოგზავნე, ხო? აი ამის მერეც იფიქრე, რომ ღირსეული სასულიერო პირები ყავდეს დედა სამოციქულო ეკლესიას. მადლობა მეუფეს. მეუფე ათერში გამყოფოს ღმერთმა და მჯერა, რომ იმდენი სიკეთე გაქვთ გაკეთებული, იმდენი სიყვარული გაქვთ დათესილი, სხვა შანსი არ არის. ჩვენ ღმერთს სხვა შანსი არ დაუტოვეთ, რომ ეს ადამიანი ნათელში არ იყოს. და იქ მაინც მენახოს გაღიმებული, სადაც ივანე ოქროპირი, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და დიდი წმინდანები განისვენებენ და კიდევ ერთხელ მადლობა გიორგი, რომ უკვე მერამდენე სასულიერო პირს საკადრისი გადაცემა, საკადრისი პატივი მოუწყე. ეს უყალოდ არ ჩაივლის, მე მგონი რომ ისინი შენ იქიდან დაგლოცავენ გიორგი, ნამდვილად დაგლოცავენ და შენ ამას იგზნობ, რომ მარტო მამა თეიმურაზი, მამა ანტონი და მეუფე საკმარისია იმისთვის, რომ ამავახტან გასაცინე ძალიან ბევრი ისტორია. შეიძლება შენ კოლაჟი გაქვს გაკეთებული და არ მინდა ვინმე გამომჩეს, ვინც ყველაზე უცბად ეხლა გამახსენდა, ხო? აი ეს არის რა და აი მე ვფიქრობ, რომ გიორგი, ეს არის უანგარო პატივისცემა. როცა ადამიანი ცოცხალია და აქებ ადიდებ, არ არის სასურველი, ეკლესია ამას არ თხოვს შენ. მაგრამ როცა ადამიანი გარდაიცვლება და კარგად იცნობდი და იცი რა სევდის მატარებელი იყო ადამიანი, ყველა დიდი ადამიანი ხო სევდის მატარებელია. სევდა შემოსილი, აი მე ახლა მინდა რომ მეუფეს უწოდო სევდა შემოსილი. აი დარდით ახსავსი ადამიანი. ახლა შეცდომებიდან დაზღვეული არავინ არ არის გიორგი, ყველა დიდ მამას თუ ეპისკოპოსი იქნება და თუ ის რაღაცა გარკვეული შეცდომა ყველას მოსვლია. და ვინც იტყვის რომ მე არ შემშლია და არ შემეშლება, ის არის ყველაზე დიდ ცდომილებაში, ხო? მაგრამ არსებობს სინანული, არსებობს პატიება, არსებობს რა ვიცი, თანამოზიარობა, განცდა, თანადგომა. აი შენი თანადგომა ცოცხალ მღვდლებსაც გვეტყობა და გარდაცვალებულ სასულიერო პირებსაც გიორგი და აქედან იწყება გიორგი ქრისტიანობა რა. ჩვენ წირვას ავასრულებთ გარდაცვალებული წმინდანების წმინდა ნაწილებზე, ხო? საიდან მოდის ეს კატაკომბებში, სადაც სანამ ეკლესია კატაკომბური იყო და სანამ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა ქრისტიანობა, ძირითადი მასა ქრისტიანების იყვნენ მონები. აკრძალული რო იყო და დევნაში იყო ეკლესია, ხო? რომელიმე რო გარდაიცვლებოდა და იყო წმინდანი მათთვის, ანუ მოწამე მარტვილი რო იყო, ხო? მის სხეულზე აღესრულებოდა ლიტურგია გიორგი და ახლა ამდენი წმინდანები ჩვენ არ გვყავს, ხო იმათი წმინდა ნაწილები ჩავასვენეთ ტილოში, რომელსაც ოდიკი ქვია და აღესრულება ლიტურგია. ანუ გარდაცვალებულებთან ურთიერთობის გარეშე
ჩვენ ვერ ვიქნებით მოზეიმე და მებრძოლი ეკლესიის შვილები. ამიტომ გახსოვდეს ყოველთვის რომ სიკვდილი ძალიან ახლოს არის, ძალიან ახლოს არის სიკვდილი და ვინც ფიქრობს რომ შურში, ბოღმაში, შფოთში და ჩხუბში უნდა იცხოვროს. მე ურჩევ მათ რომ სიყვარული მოვასწროთ გიორგი რა. ჩვენ სხვადასხვა გამათობდით ხოლმე, არა? მე დავფიქრდი კაცო, ამ კაცს როა გამათები, რაზე ვეკამათები? სტუდიაში გიწევს, ეთერს გითმობს. მოდი რა, კბილად დაელაპარაკე რა და თუ რამე გასარკვევი გაქვს, მე გარეთ გავარკვიოთ რა, მეგობრულად, სუფრასთან, როგორ ჩვენ გვჩვევია ხო გიორგი? ხო და მოვასწროთ ძვირფასო ეპისკოპოსებო, ძვირფასო მღვდლებო, ძვირფასო მრევლო დავანებოთ ამ განკითხვას, ამ შფოთს, ამ აურზაურს თავი. ხო და თუ რამე გასარკვევი გვაქვს, ხო ტელევიზიების თანდასწრებით უნდა გავაკეთებთ ამას რა. მეგობრულად, სიყვარულით შევიკრიბოთ, მამაშვილურად, მურად, მეგობრულად, როგორც პავლე მოციქული ამბობს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ ზოგიერთი თქვენთაგანიო წმიდებზე, ანუ წმინდები ერქვათ ქრისტიანებს, წარმართებთანო არჩევენო ტყუან მართლის საკითხსო. მე და შენ რო ვიჩხუბოთ გიორგი, ხო? რომელიღაცა ტელევიზიასთან არ უნდა გავიქცე და არ უნდა ვისაუბრო რომ ობიექტივის ამყვანი თქვენ წესიერი კაცი ხო არ გონიათ ეგიცით ვინ არის. ან შენ არ წავხვიდე და გადაცემა არ უნდა მომიძღვრა, ხო? ჩვენ ერთმანეთს ისევ შევრიგდები და გავუგებთ, მაგრამ მე რომ მივდივარ იქ სადაც მაკურთხეს როცა მაკურთხეს მაშინ ხო გაღიმებული და სიხარულით მივედი და მადლობელი ვიყავ და თუ მე ისინი დამსჯიან ისიც მადლიერებით უნდა მივიღო და არ უნდა ჩავრიო კამერები და ჟურნალისტები იქ არ არის ლამაზი ეს მე უფის ხოთაშოზე გაჭე ყველაზე დიდი ის აი თქვენ რასაც ამბობთ მე უფის შეცდომა ერთადერთი ის იყო რომ თავის მართლება არ უყვარდა აი ამ შემთხვევაში სადაც არის შეცდომა კი არა ეგ სათქმელი ხო აი თქვენ რასაც ამბობთ რომ მე უფის შეცდომა არაფერი არ ქონე თავს დებ მაგაზე თელ ჩემი სიცოცხლე თუ დებ არანაირი გადაცდომა არ ყოფილა უბრალოდ იყო ის რომ თავს არ იმართლებდა და დახრიდა თავს და წამოვიდოდა და ეს მიიღეს ადამიანებმა რომ ვითომ ისა რომ მე უკვე დამნაშავე იყო ამ შემთხვევაში და იცოდათ აი სხვადასხვა სერაფიმ საროველის სახელი ერქვა და საროველიც ხო ეგრე გაყვა ყაჩაღებს რომ იცოდა რომ ისინი ისა რქვია ზურგს უკან უნდათ მისი მოკლა მაგრამ გაყვა ხო წარმოიდგინეთ აი ესეთი რაღაცა მე უფეს ეს გააჩნდა და სხვადასხვა საქართველოში რომ ძალიან დიდი აი აფხაზეთში ძალიან დიდი დამსახურება აქვს ის და აქ რო ჩვენ ცუდად მოვეკეცით მამაო ხო ჩვენს ვიტყვი ესე ცოტა ხმამაღლად ვიტყვი ბჭყალებში რა უცხო ქვეყნებიდან მამაო უთხრესო ჩვენთან წამოვძანდითო და არ გადმოვიდა მე მირჩევნია რომ აქ ვიყო და არ წავიდა მამაო ნებისმიერი ეკლესია მიიღება ნებისმიერი რასაუბრობთ ამისნაირი ადამიანი სანატრებელი იყო უბრალოდ ამ დაბალი ცხოვრებაში ვერ იგზნობდი მამაო დიაკვანი რო იყო ხოლმე დიაკვანი უფრო დიდ პატივს ითხოვდა ვიდრე მე უფე ნებისმიერ იმაში რო ყოფილიყო აი საერთოდ არ მიგრძნი არა გიორგი უყურე ნებისმიერი სასულიერო პირი დაბალი ან მაღალი იერარქიის ვინც გინდა იყოს როგორ უნდა გაიგონ ნამდვილად არის თუ არა ის ღირსეული როცა ჩამოაქვეითებ ან შენიშვნას მისცემ და დასჯი მაშინ გამოჩნდება რამდენად ღირსეულია ის პიროვნება ხო როცა ჯილდოებს აძლევ და დაწინაურებულია და შენიშვნას არ აძლევ და გონია რომ ოქროპირია უკვე და ვასილი დიდია მაშინ ვერ გაიგებ და როგორც კი თქვათ ყველა იონე ოქროპირს ავაზაკთა კრება მოუწყეს ხო იცით თან ძალიან სერიოზულმა არ დავასახელებ შეიძლება ვიღაც დაბკოლდეს ისინი წმინდანად არიან შერაცხული მაგრამ ის კრება ჩაითვალა ავაზაკთა კრებად იმიტომ რომ ოქროპირს აბრალებდნენ რომ საკურთხეველი შერყვნაო ანუ რას ნიშნავს ვასილი დიდის წირვა შეამოკლა ხალხის უძლურების გამო ხალხი ითხოვდა რომ ძალიან დიდიაო და შეამოკლა ამის გამო კრება მოუწყეს იონე ოქროპირსთან გააკვეთეს ეკლესიიდან მაგრამ ოქროპირს ხმა არ ამოუღია ჩაჯდა ნავში და დატოვა კონსტანტინოპოლი ხო ეგეთი მე მინდა რომ მრევლს საღად მოაზროვნე ადამიანებს მივმართო რომ შფოთი აურზაური არის ეშმაკისგან სიმშვიდე და სიყვარული არის ღმერთისგან ჩვენ თუ გვინდა რომ ქვეყანაში და ეკლესიაში იყოს მშვიდობა და სიხარული და ბედნიერება ხო მე თუ ვინმე როგორც სასულიერო პირს მაყენებენ შეურაცხყოფას ან უსამართლოდ მსჯიან ამის გამო მე ყვირილი არ უნდა დავიწყო რაც მე უფელს არ გაუკეთებია და არც არავინ არ უნდა გააკეთოს
თუ ჩვენ ეკლესიისგან ჯილდოები გვიხარია, ხარისხები გვიხარია, პატივი გვიხარია, იგივე ეკლესიამ ოქროპირი აგერ დაატოვებინეს, ხო? დედაქალაქი. ცოტა ხანი იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი, მაგრამ გაგიგიათ სადმე ან ათანასი ალექსანდრიელისგან, ან იოანე ოქროპირისგან რამე ხმამაღალი საუბარი. რატო? განა იმიტომ რომ მართლები არ იყვნენ გიორგი, იმიტომ რომ ამას შფოთი მოყვებოდა ეკლესიაში. და შფოთის შემომტანი ეკლესიაში ძალიან მძიმე ცოდვას დაიდებს თავის თავზე. არავის არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, მე ვლაპარაკობ ზოგადად ეკლესიურ სწავლებას. აქავე დავძენ გიორგი, ხა თქვენ იცით რომ ძალიან ბევრი ჭყალებში ღვთისმეტყველები გვყავთ ჩვენ და ხლა მრევლმაც გამომეგზავნა მეც ვნახე ვიღაც ვალერი აი მამო რატო ახსენ? არა, ჩემ გადაცემაში არავის არ გახსნა. შანსია. მე უნდა მოუწოდო იმას, კი არა. ხო რა. მინდა რომ შეხვდეს ეს ადამიანი და ვესაუბრო რა თეოლოგს. არა, გეხვეწები, არ თქვა. ხო, რა ვიცი. ჩემ გადაცემაში საერთოდ აი მტერი არ იხსენება, იმიტომ რომ ეს ჩვენ ანუ გეხვით ხო. მინდა რომ ვესაუბრო თავს კი არ ვიმართლებ. მე სახეს დაგვარს არავის არ გახსენებ. მობილი და ასე შემდეგ რომ მე ვიღაცას განვიკითხავ არა და მე თვითონ დამიფარო შემოკარგებო. თუ მე ვიქადაგებ გიორგი რომ ლოცვის და მარხვის გარეშე ეშმაკი არ განიდევნება, ჩემი სიტყვები იქნება ეს ლოცვის და მარხვის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა. არც ერთი რელიგია არ არსებობს ლოცვის გარეშე და მარხვის გარეშე. ეს ახლა ვინმეს ვეკამათები და ვინმეს განვიკითხავ? ხო არ განვიკითხავ. სული მხნია და ხორცი უძლური, ილოცეთ რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. ვინმეს განვიკითხავ ამით, მაცხოვრის სიტყვებს ვიმეორებ? ესე არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებლად სოდვათა და სუთამისაგან ეს არის სისხლი ჩემი ახლის აღთქმისა. ვინმეს განვიკითხავ? მაცხოვრის სიტყვებს ვიმეორებ, ხო? იესოს ლოცვის გარეშე, უფალო შემიწყალეს გარეშე, სიმდაბლის გარეშე, მორჩილების გარეშე რომ ქრისტიანობა არ არსებობს. ესეც მე მგონი ეს არის საეკლესიო სწავლება, ხო? ეს არის დოგმატი, ხო? ამას თუ გამოვაცლით ჩვენ სახარებას, გიორგი და ამას თუ ჩვენ და მეს თუ ეს მეთვლება ვინმეს განკითხვაში, მაპატიეთ, მე მაცხოვრის სიტყვები მოვიყვანე, პეტრე პავლეს სიტყვები მოვიყვანე და მე არ მინდა რომ ხალხი დაბრკოლდეს. მე არ მინდა რომ ხალხმა მცდარი სწავლებები დაიმახსოვროს და დაიზეპიროს, იმიტომ რომ არ არის კაცი რომელიც ხონდეს და არასწოდოს. ეს რას ნიშნავს? არ დაბადებულ ადამიანი ღმერთ კაცის გარეშე, ვის ერთი დღე მაინც იცოცხლა და სოდვა არ ჩაუდენია. უცოდველი მდგომარეობა არის მხოლოდ სასუფეველში. უყურეთ რუსულად. царство небесное რას ნიშნავს? ბეს არის არაწმინდა სული. ანუ სამეფო ეშმაკების გარეშე. სადაც ეშმაკები არ არიან, ის არის სასუფეველი. ესმის? და ეშმაკი განიდევნება, იცოდეთ, სულ ყველა ჩემი მოგონილი არ არის, ადამიანი ეკლესიის წევრი, როდის ხდება გიორგი, როცა ნათლისღების საიდუმლოება აღსრულდება მასზე, ხო? აი ადრე ძველად ორი სასულიერო პირი ატარებდა ხოლმე ნათლისღებას, რატო? ეგზორციზმი ტარდებოდა, კვეთებულის ლოცვები ეკითხებოდა ადამიანს, უმძიმესი რომელიც აი კვეთებულის ლოცვები, რომელსაც ძალიან იშვიათად ბერები კითხულობენ. აგაშენა ღმერთმა და მერე ხდებოდა წყალში შთაფლა. ანუ ეშმაკის განსხმა ხდებოდა კვეთებულით, ანუ ლოცვებით. პატარაა ბავშვი, დიდია, ეტყობა ეშმაკეული, არ ეტყობა, სადაც არ არის იესო ქრისტე, იქ არის ეშმაკი. სადაც არ არის ლოცვა, იქ არის ხმაური. სადაც არ არის მადლი, იქ არის უმადლობა. სადაც არ არის ღმერთი, იქ არის ეშმაკი. და თუ ბავშვი ან დიდი მოზარდი პატარა რამიშვილობა არ არის მონათლული, მასზე არის არაწმინდა ძალების ხელმწიფება. რატომ არის რომ განეშორები ეშმაკისაგან ეკითხები, ხო? შეუდგები ქრისტესა. ანუ რას ვიძახე ჩემო კარგებო? რომ ლოცვით ხდება ბოროტი სულის განსხმა. მაგრამ უყურეთ ახლა ლოცვაში არის სამი ეტაპი: დიდების მეტყველება, მადლიერება და თხოვნა. მე შეიძლება ვთქვა, რომ მე ღმერთს არ ვთხოვ არაფერს, მართალია. ღმერთმა იცის ყველაფერი, რაც მე მჭირდება, რა ვთხოვო. მაგრამ დიდების მეტყველება სად არის? მადლიერება სად არის? იცით ლუციფერი, ფოსფოროს ბერძნულად და ლათინურად რატომ იქნა გადმოგდებული? პირველი ცოდვა ადამიანს რო ბრალდება, ჯერ ცოდვა მოხდა სასუფეველში. და არსებამ, რომელმაც ღმერთისგან მიიღო ამხელა
ქერუბიმის პატივი და რა დიდება. კაი რაღაცას დააკვირდით. მე მართლა გეფცევთ ყველა. ანუ უბრალოდ ვიცოდი რომ 6-4 და ადამი მერე იმან შეასთინა და გასაგებია. არ მინდა რომ ვახსენო გაბრიელ კიკოძე არ ახსენებდა ხოლმე შმაკს. არ მინდა ვახსენო ის ოდესღაც ნათლით შემოსილი რო იყო აღარ მოინდომა ღმერთის დიდება. ესმის რატო უნდა ადიდო ღმერთი იცი? რამე კი არ ჭირდება ღმერთ შენ. გარო გახსოვდეს ვინ ახარ რომ მისგან ხარ შენ და მადლიერების ზნობა არ დაკარგო. დიდება შენ და ღმერთო, მადლობა შენ და ღმერთო, მაგრამ თხოვნა არ არის საჭირო, ნუ თხოვ, მე ვიციო სანამ მეტყვი რა გინდათ. რა როგორ უნდა უთხრათ იყოს ნება შენი. მაგრამ როგორც კი ამბობ რომ მე ლოცვა აღარ არის საჭირო. აი ეს დაემართა იმ არაწმინდა სულს რომ შეიხედა ნახა რომ ნათლით შემოსილი ხა რა დიდებაში იყო ამას ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ გიორგი და რა უბედურებაშია ეხლა ვერ წარმოვიდგენთ. უბრალოდ ადამიანებს მიუმართა ვიცოდეთ რომ ჩვენ თუ ღმერთს არაფერს არ ავთხოვთ ეს ამაში არაფერი დანაშაული არ არის, მაგრამ თუ ღმერთს არ ვადიდებთ და მადლობლები არ ვიქნებით ღმერთის, ჩვენ დაგვემართება ისე, როგორც იმას დაემართა, რატო? ჩვენ ვართ ქმნილება, გიორგი, ქმნილებას არაფერი თავისი არ გააჩნია, თუ არ მიიღო. და თუ მიიღე, უნდა თქვა, რომ მე დღეს რომ დეკანოზი ვარ, წამყვანი ვარ, ეს ღვთისგან არის და თუ რამე ნიჭი მაქვს, ესეც იმისგან არის. როგორც მე ეს დამავიწყდება, რომ მისგან არის ყოველი ხელმწიფე სახით ამის მიერით და ზეგარდ არსნის სულით და ყმაზეთით მონაბერით და ჩვენ კაცს და მოგცა ქვეყანა უთვალავი ფერით ხო? ეს თუ დაგავიწყდება, რომ საქართველოს შენ კი არ შექმენი კაცო. ეს საქართველოს ღმერთმა გაჩუქა ასეთი ლამაზი ქვეყანა. აქავე დავძენ, არ ვიცი ახლა შენ, მაგრამ მე უნდა ვთქვა, არ შემიძლია რომ არა ვთქვა, რომ მე ვარ კატეგორიული მოწინააღმდეგე არაბებზე მიწების მიყიდვის და რომ ჩვენს ქვეყანაში აშენდეს 2 მეგაპოლისი არაბების მიერ. აი ჩემენაზე ლაპარაკობთ უკვე. მე ვიცი გიორგი რომ არაბობა დაასრულა დავით აღმაშენებელმა ბოლოს 1122 წელს აიღო თბილისი 400 წელი ამირა იჯდა თბილისში ხალხო თქვენ ეს არ მოგიდგენიათ მე ხა ნარიყალაზე მოგეხსენებათ რომ წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი გახლავართ ხო? მოვალეობის კი წინამძღვარი ხარ. ეხლაც მე ესე ვფიქრობ. ეხლაც რომ მოდიან გიორგი არაბები და სპარსები რომ მოდიან, იცით როგორ გვიყურებენ? ეს ჩვენი კოლონია იყო, ეს ციხე ჩვენია, ნარინკალა, მცირე ციხე. ისტორიამ გამეორება იცის ხალხო. ადრე თუ მოკაუჭებული ხმლებით მოდიოდნენ, ეხლა პირი დაიბანეს, ფული იშოვეს, ნავთობი აღმოაჩინეს. და იმ ხრიოკზე ცხოვრება აღარ უნდა და ოაზისი უნდათ ეს თბილისი და ბათუმი. გორჯომი. უკასრავად ხალხო მე ახლა არ ვიფიქროთ რომ ვაპირებს რუსთაველზე გზების გადაკეთებას და ამბიონად ვაქციო რუსთაველი. არა, მაგას არ ვაპირებ, ჯვარიმწერია. მაგრამ ხალხო ვინც აირჩიეთ არსებული ხელისუფლება მოსთხოვეთ პასუხი რომ საქართველოს უპაცრავად თქვენი არ არის. საქართველოს არ არის ხელისუფლება არის დაქირავებული ჩვენს მიერ, მე მანდატი მოგეცი, იმიტომ რომ საღვთო საქმე და საეკლესიო და საერო საქმე გააკეთო, ეროვნული საქმე რო გააკეთო. თქვენ წარმოგიდგენიათ, ეხლა ეს 2 მეგაპოლისი დაახლოებით თელავის ხელა ქალაქები რო აღმოცენდება, რა მოყვება ამას მერე? ეხლა არ მითხრათ რომ აი შენ არიცი მამაო და აქ ქართველები იმუშაობენ და იცით რა ფასები იქნება იმ მაღაზიებში და ის კვადრატული რამდენად გაიყიდება? მე გოჭებივით რომ რავდებიან და ჩვენი შვილები იქ მოსამსახურეები უნდა იყვნენ და ლაქიები, მეხინკლეები, მოცეკვავეები და ასე შემდეგ. გევედრებით ძვირფასო ხელისუფლებაა. მე არ ამირჩევი ხართ, მაგრამ ხალხმა აგირჩიათ, ხო? არ ვიძახი გაყალბდა, მე ხო არ ვიძახი რომ გაყალბდა, არ ვიძახი. არ ვიცი, შეიძლება გაყალბდა კიდეს, მაგრამ არ გაყალბებულა ვთქვათ. მაგრამ ქართველმა ხალხმა მოგაეჭა თქვენ მართლობის დაქირავებულები ხართ თქვენ. თქვენ ჩვენი უფროსები კი არ ხართ, კაცო. ჩვენ ვიქირავეთ ხელისუფლება. ხო და დამქირავებული შუაზე უნდა დადიოდეს და მისი ინტერესები უნდა გაატაროს, ხო? ასეა. კი ბატონო. კიდევ ვიმეორე პოლიტიკაში არ გადავდივარ, მაგრამ უკასრავად რა, ნარიყალა და აგერ კრწანისი ძალიან ახლოს არის, ხო? და ბათუმი ისედაც რა ბომბია, ხო იცით, კარგად ყარსის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და რითი გვიკავია კიდე ღმერთმა იცის რა და ეხლა კიდე იქ ახალი მუსლიმანური კერის გაჩენა რას წარმოიდგენს? გეხვეწებით ადამიანებო თქვენ ხო
სულ არ იქნებით სათავეში და თქვენ მაშვილებმა ამ ქვეყანაში ხო უნდა იცხოვრონ არა? ძალიან ცუდად დაასრულებთ თუ ეს ყველაფერი. მე ვიცი რომ ქართველი ხალხი ამას არ ჩაყლაპავს. ისე კი არა ასე რაღაცა ვიღაცების დაფინანსებულები რომ გამოდიან და დროშებს რო იქნებენ. სერიოზულად გამოვა ხალხი, იმიტომ რომ ჩვენ დავკარგავთ თბილისს როგორც ქართულ ქალაქს და დააკარგავთ ბათუმს როგორც ქართულ ქალაქს. და ეს არ უნდა მოხდეს. ბორჯომშიც გაიგო. რამდენი მეჩეთი აშენდება თქვენ წარმოგიდგენიათ, კაცო? უკვე აი წარმოიდგინეთ რა. ბათუმში რამდენი მეჩეთია იცი, მაგრამ მაინც კიდე გარეთ ლოცულობენ რომ კიდე უნდათ რომ ინგლისელები გონს მოვიდნენ, გამოდიან უკვე და ნახერამხელა გაფიცვებს აკეთებენ. კათედრალის ეზოში ლოცულობენ, რომ იქ უნდათ რომ ჩაახჯერის ხო ისედაც ანგლიკანები ვინ არიან და რა წარმოშობა აქვთ იცით კარგად, მაგრამ ისიც არ ყოფნით რომ გაამუსლიმანეს ლონდონი და ახლა კათედრალთან, ცენტრალურ კათედრალთან მიდიან, იჩვექებენ და იქ ლოცულობენ. არ ვიცი, მე გთხოვთ, მე ვილოცებ, ვიშრომოთ. ხმა მოვიღოთ ხალხო, რომ ეს არ მოხდეს რა. ეს არ დაუშვათ, ჩემო კარგებო. მე როგორც ქართველი მართლმადიდებელი ვითხოვ ამას. რომ ქართველი ხალხი გამოვა, აუცილებლად გამოვა, ძალიან კორექტულად, ძალიან სამართლიანად და მოითხოვს, რომ საქართველოს მიწებს, რომელსაც ოდითგანვე ფლობდნენ არაბები, ირანელები და კიდევ მრავალი ურჯულო, ჩვენი ხელით გადავცემთ, გავყიდით ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას. გეხვეწებით, ეს არ გააკეთოთ, თორე ძალიან ცუდი რაღაცები მოხდება. მეც აღარ ვიტყვი არაფერს, არ ვიმუქრები, არ ვაანონსებ არაფერს. მე ვარ ქართველი მართლმადიდებელი მღვდელი, უკვე წლებიან არიყალაზე მოღვაწეობ და მე ვხედავ ტურისტების თვალებში, ესე ჩალმებით რო დადიან და პირბადებით, რამხელა სივერაგე ჩანს იმათ თვალებში, რომ ისინი რო ხედავენ ნარიყალას, მათ იციან ძალიან კარგად, ნარიყალა რამდენი ხანი იყო ამირას ხელში და ყოველივე ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. ეს კარგად მოგესწენებათ. ყოველივე ახალი, კარგად დავიწყებული ძველია და ამაზე საერომას და სასულიერომას ხმა უნდა ამოიღოთ. მშვიდობიანად რა თქმა უნდა. თან მამო, ყველაზე ცუდი რა არის, რომ ჩვენ ვართ ისეთი ცოდვების პატრონები, რომ ეს შეიძლება ჩვენზე დაიშვას. აი ამათი გაბატონება, ოღონდ მართლა მამო. შენ შეიგუები გიორგი მაგას? ამას არ შევეგოები, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვას მამაო და უნდა ვეცადო თუ რაღაცნაირად ერთობლივად, რაღაცნაირად მოვთხოვთ, იმიტომ რომ ისო რაღაცა დღეს რო ესე ხდება, ესე არ შეიძლება, იმიტომ რომ რატო იცით მამაო, აი რატო ხდება ესე რომ მე ხო კარგად ვარ, მე ხო თბილად ვარ, მე ხო არ ვარ პატიმარი, მე არ ვარ ემიგრანტი, მე არ ვარ მეუფე სერაფიმი, ეგრე მეუფე სერაფიმს მოვიდა, მე რა მომივიდა, ხო? აი ეს გულის გაციება, მამო, აი ამაზე ზურგის ქცევა იწევს მე ამას, ამისთან ადამიანი მოგვიყალი და ისა რა ქვია, წამოიყვანე და ისა რა ქვია, იქ დაასა რუსთაველის კინო რუსთაველში, სადაც რა ვიცი, მთელი ელიტა იზდებოდა. არაბები შევლენ და ტაძრალი ყოფილა, იცი შენ? ხო, წარმოიდგინეთ, მამო. ადრე ტაძარი ყოფილა მან. მან დრო გაივლიდან ადამიანი პირჯვარს იწევდნენ და დღეს იქნება ისა რა ქვია. როგორც თავრობის სასახლეზე იყო რუსული ტაძარი, ისე მან ყოფილა ადრე ტაძარი. ტაძრალია ფაქტიურად რა და ეხლა იქ ოფისი გააკეთონ არაბებმა. ისტორია მეორდება გიორგი რა და ოღონდ იცოდეთ სულ ყველამ ჩემო კარგებო რა რომ არაბობას მოყვა დიდგორი. მე მგონი ეს იქნება ქართველი ერის გამოღვიძების დასაწყისი ალბათ რა. ოღონდ არ გვინდა კიდევ ვიმეორებ სისხლის ზღვრა, არ გვინდა ჩხუბი და აურზაური რა. წავიდნენ სხვაგან იყიდონ, მაგრამ არა, იციან ძალიან კარგად, იციან. ბოროტმა იცის მამა, რომ ღვთისმშობლის ჩაგარებული იმას როგორ იმას არ მოგედგენიათ 200 საუკუნე მონღოლები, 400 საუკუნე, 4 საუკუნე არაბები ხალხო და დავითმა ბოლოს აიღო. თბილისი აიღო ბოლოს. იმიტომ რომ ისეთი ფერს გადგმული იყო იქ უკვე. რომ აკრძალა ისით რომ ღორის დაკვლას გზალავდა ძალიან შეგნებულად უდგებოდა იქაურ მოსახლეობას ჩვენ ხო მათნაირები არა ვართ არა რომ მუსრი გაევლოს უყველასთვის ხო მაგრამ ავიცი საქართველოს ამას უკვე ვეღარ დაიტევს ვეღარ ჩაყლაპავს ვეღარ გადაიტანს იმიტომ რომ ჩვენ შვიდობიანად აღვიგვებით პირისაგან მიწისა ვინც დავჭირთ ისინი სწავალთ ალბათ საქართველოსდან იმიტომ რომ ეს აღარ იქნება საქართველოს ხო ნუ იყოფინ ერთმა დაგვიფარო შემოკარგებო ვისაც ხელეწიფება დროზე შევაჩეროთ ეს პროექტი სანამ
ძალიან სერიოზული უთანხმოება მოხდება. ეს არის ჩემი არა რაღაც ეკლესიის პოზიცია, ჩემი რიგითი მართლმადიდებელი მოქალაქის პოზიცია. ამორჩევლის. თუმცა არ ამირჩევია მე არსებული ხელისუფლება, არ ამირჩევია. აქაც ვიტყვი რომ ოცნება ძალიან შორს არის ქრისტიანობიდან. ქრისტიანობა სხვა რამეს ქადაგებს, ოცნება სხვა რამე არის, ხო? მაგრამ არ ვერევი პოლიტიკაში, მაგრამ ღვთისმშობლის წილღვედ მიწას არ დაუთმობთ არაბებს და სხვა ურჯულო ადამიანებს. მე ხაზგასმით აღვნიშნავ ამას რა. ეს იცოდეს ყველამ, რომ მე ვიცი რომ ქუძე კაცი გამოვა და საქართველოს დადგება ფეხზე და მივხვდებით ალბათ საბოლოოდ რომ ამდენის მოთმენა უკვე ზედმეტი იქნება ჩვენი მხრიდან. შვიდობიანად ჯობია რომ ეს ყველაფერი უკან წაიღონ და ბევრჯერ ყოფილა ხალხის უკმაყოფილება და თავრობას ეს გაუთვალისწინებია გიორგი, მადლობა ღმერთს და აქაც ჯობია რომ ახლა ორი კომპანიის გაბრაზება ჯობია, ვიდრე მოხდეს ბახტრიონის აჯანყება. ეს არის ჩემი პირადი აზრი. შეიძლება ვცდები და მე გადავამეტე და შეიძლება ეს ყველაფერი კეთდება საქართველოს კეთილდღეობისთვის. შეიძლება ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ და ივერია გაბწყინდეს. შეიძლება ასეც არის და მე ვერ ვხედავ. არა ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ რაღაცა არ ამგონია გიორგი რომ ეს საქართველოსთვის კარგი იყოს. შეიძლება რომელიღაცა ოლიგარქებმა ჯიბე გაისქელონ, მაგრამ არა, არ იქნება ეს არ მოხდება. ეს თუ მოხდა საქართველოს უკვე მომავალი აღარ ექნება ნამდვილად, ძალიან გული მტკივა და მაპატიე რომ ამდენი ვისაუბრე. მაგრამ პირიქით, რა სამხ. მე ფიქრობ რომ ეხლა ვამბობ ქართველი ერის აზრს გადმოვცემ და მე პირდაპირ გეტყვით რა, ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა პირადში. მამა გიორგი, მე საპატრიარქოს აზრს ვერ ვიტყვი. არა, მაგრამ მე ვამბობ ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანის პირად აზრს ვამბობ და მაგ ამის უფლება, ხო? რომ რატო ხმას არ იღებთ ბოლო-ბოლო, ხო? რატო ხმას არ ვიღებთ? ალბათ ამოვიღებთ. მე ვიცი რომ ქართველი ერი ამოიღებს. არა მარტო ქართველი ერი, ძალიან ბევრი არაქართველი ცხოვრობს საქართველოს შეყვარებული აფხაზეთში რომ იბრძოდნენ მათი შვილები და მათი მშობლები და ჩვენზე ნაკლებად არ უყვართ ჩვენი საქართველო. ბოლო-ბოლო თბილისი არ არის მარტო საქართველო, ხო? და თან უკვე აგერ თბილისშიც მოგადგა მტერი. და ახლა არავინ არ მითხრათ რომ ესენი ჩვენი მოკავშირეები არიან, ჩვენი კეთილი სურვილები არიან და ბათუმში რა ხდება, მამო? ხო და ბათუმში შესამოსით ვერ გაივლი უკვე. აი ჯვრით ვერ გაივლი, იმიტომ რომ შევრაცხმას მოგატენებენ. ხო და ხა წარმოგიდგენია გიორგი, რამდენი 1000 მუსლიმი ჩამოვა იქ, ხო? ამდენი მეჩეთი აშენდება. ეს არის ექსპანსია, ეს არის უკვე ესეთი ფარული, მცოცავი ექსპანსია. ჯარი გწერია გიორგი რა, მაპატიეთ დავასრულე ამ თემაზე მე საუბარი, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი მეთანხმება, ქართველიც, არაქართველიც, ძალიან ბევრი მეთანხმება. მე ამაზე ორშაბათს აუცილებლად 6-ის ნახევრისათვის ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად მოძღვარი მოვა და ისაუბრებს და პირობას გაძლევთ კიდე ბევრად გავშლით ამ თემას და მინდა მამა უბრალოდ რა არის ეს ჩვენი უყურადღებობა არის, არ უნდა გამოგვეპაროს. აი ხა მე უფეზე რო საუბრობდი მამა, რა საუბრობდი? რომ საავადმყოფოში ადამიანი რო წევს და რაღაცა რიგითი 3-4 ადამიანი მოვამრეული, თუნდაც 1000 მოვიდეს, ხო? იქ რაღაცა სტატუსის მქონე ადამიანები უნდა მივიდნენ, უნდა მოგიკითხონ. იქ მამაო რო გარდაიცვლება, უნდა იყოს ძალიან ბევრი მღვდელი, ძალიან ბევრი იერარქი, ანუ უნდა იყოთ, უნდა ვიყოთ ერთად, აი ეს ხალხმა უნდა ნახოს. ხადაგებაა გიორგი. ხადაგებაა ზუსტად. ერთად ყოფნა და არ არის ეგრე ჩვენთან და მე ჩვენ ვლაპარაკობთ სიყვარულზე და ვიღაცა ადამიანს არ ჯერა და იცი რატო არ ჯერა? იმიტომ რომ ჩვენი მღვდელი რომ უკდა, ჩვენი ისა რა ქვია, ეპისკოპოსი რომ სამოწყოფოში იწვა, იქ ქვემოთ გაიხედეს და ჩვენ არ ვიდექით. აი ეგ არის პრობლემა, ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ჩვენში და ეს ის უსიყვარულო ადამიანის ნალოცი და ის არ მიდი ზეცამდე და ტყილა ვართ, აი ეს ვითომ 3 მილიონი მართლმადიდებელი, ხო? არ არის აქ ჩვენში მართალი ხალხი და ეგ არის ყველაზე დიდი ტკივილი. ესეთ ადამიანს ცილის წამება და რაც არ უნდა იყოს, აი რაც არ უნდა ჭირდეს, გვერდში მდგომს რო ვერ ნახავს, საშინელება, ტრაგედია ეს, იმიტომ რომ ადამიანი როცა მარტო რჩება, მე რა მოზდის, ხო იცით? აი ტერიც რო გარდაიცვალოს, ზოგი მტერთან ნამიხვიდე და უნდა შედობა უნდა უთხრა, მტერი რო გარდაიცვალოს. აბარა რა თქმა უნდა და იქ რომ
წავალ მეც ვეთყვი სამძიმარსო ხო აი ისეთი ის არის და ჩვენთან კიდე არ არის ფეხი თუ დაგიცდა აი გეფიცებით ყველაფერს აი ისეთი ის არის კიდევ კაი დამოკიდებული არ ვარ მაგაზე მართლა მარტო არ ხოლმე მაგრამ რო ვიყო დამოკიდებული ვიღაცას ფეხი რო დამისწეს მაგრამ გამოვიხედები და ზუსტად ვიცი რომ მარტო დავრჩები და თავიდანვე ვიცი და სხვადასხვა ფეხი რო დამისწდება ხოლმე აი აუ რამოდენიმე ხართ ეხა თქვენ ამ ალექსანდრე ბოლქვაძე დედა ქეთევანი ეგერ სამთავროს ისი რომელიც აუის სიცოცხლეზე მეტად მიყვარს რატო არ მოყავეთ ეს იგი არა აქვს მამო მაგათ ქადაგების და ამის ის არის და მაგიტომ მათი მოყვანა უკვე ქადაგება ხო მაგრამ რაღაცნაირად მერიდება ხოლმე თან მამო და რა ვიცი აი ესეთი ადამიანი კიდევ კაი ჩვენი პატრიარქი არის და არის ძალიან მაგარი ხალხი ყავს ეკლესიაში ძალიან უბრალოდ გეხვეწებით რა ესე აი სხვას რო რაღაც დაემართება ჩვენიას ამით გულს მოვიფხანთ რა ისე მტკივა ხოლმე ხა ჩვენები რამდენ ჩემ ეთერში დადიოდენ ადრე რაღაცა და თუ რაღაც აი ჩემი ტკივილია გეფიცებით ყველაფერ ცხოვრებაშიც უცარ ვიტყვი და არც მინდა ვთქვა და არც არასდროს აი არა ჯერ რატო უნდა ვთქვა მაგრამ სიტყვაზე თუ რამე ხალხი გულს მოიფხანთ რა ერთმანეთზე არ შეიძლება ეს ჩვენ დაგვაზარალებს ღმერთს ჩვენ შორის გააქრობს აი ქრისტიანს ჩვენ შორის ხო ეუბნება ვიღაცას წირვას ეს ვეღარ იტყვი ამას უბრალოდ ფორმალობა იქნება უბრალოდ მამო ძალიან დიდი ბოდიში აი როგორ უნდა ამ შემთხვევაში დავდგეთ რომ იქნება ის გულის ტკენები ეხა ეს არის ეშმაკის გეგმა ეხა ჩვენ მამო თქვენ რასაც საუბრობთ რომ აქ არაბი შემოვიდეს და მე თავი მოაჭრას ვიღაცა ქრისტიანს იქ რაღაცა 16 თაყაიშვილის სახში ის იყოს რა ქვია ვიღაცა არაბმა იცხოვროს და რუსთაველის კინო იმას ეკუთვნოდეს ვიღაცა შეიხს ხო ეს არის ბოროტის გეგმა არის ჩვენ უწყობს ჩვენ ვიღაცეები ხო ხეს და ამ შემთხვევაში მამო აი როგორ თითოეულმა ადამიანმა როგორ დაიცვას უკვე თავი თორე იმას აღარ ვამბობ რომ გლობალურად ეხა ჩვენ იმას ვიზამთ მართლა საჭირო კითხვა როგორც გახასიათებს ხოლმე გიორგი აი საჭირო კითხვა შემაშული იმიტომ რომ ხანდახან გამომსვლელმა უნდა პაუზა გააკეთოს რომ დაგაცადოს საუბარი და მიიღოს შენგან ხოლოს ასე ამბობენ გიორგი უყურე ფილოსოფოსები რომ გამომსვლელმაო როგორც გინდა კარგად ისაუბროსო თუო დიდხანს ისაუბრებსო ბოლოს მაინც სისულელეს იტყვისო რა სოკრატე ამბობს მე მგონი ხო მე როგორც გინდა ჯერ ეგეთი მჭვერი მეტყველი არა ვარ მაგრამ ხო ერთ არა მამო ხარ ლაპარაკი არის როცა ერთი კაცი ლაპარაკობს და საუბარი არის დიალოგი რა ხო და აი ხანდახან ხო არის მომენტი რაღაც მინდა თქვა ვერ ვიხსენებ და შენ წამყვანი იმიტომ ახარ ხელი კარ უნდა შემიშალო საჭირო დროს საჭირო კითხვა უნდა დასო და ზუსტად ეს კითხვა არის თან უკვე ფინალისკენ მივდივართ ხო მე არ ვიცი ბათუმი ვისი წილხვედრი ქალაქია მაგრამ ღვთისმშობელის წილხვედრი ქალაქი არის მატათასი ბომო მატათასი ხო აი მატათა გონიოში ხო არის აგაშენა ღმერთმა კი ღვთისმშობელი და აბო თბილელი ითვლება ჩვენი დედაქალაქის მფარველად ყველა ქრისტიანული ქალაქი ადრე შენდებოდა რომელიმე წმინდანის სახელზე და ზუსტად ვიცი რომ ღვთისმშობლის სახელზე არის აშენებული თბილისი და ღვთისმშობელი როგორც საქართველოს ასევე თბილისის და აბო თბილელი შუშანიკი არიან ჩვენი დედაქალაქის მფარველები აი ხლა მე რა უფლება მაქვს უბრალოდ ვისაც ჩემი სჯერა თხო და გული ეწובה ჩვენს ქვეყანაზე დავიწყოთ ლოცვა განსაკუთრებით ღვთისმშობლის აბო თბილელის და შუშანიკის მიმართ რომ ჩვენი კუთვნილი ტერიტორიები არ გაიყიდოს უცხო ტომელებზე, უცხო რელიგიის ადამიანებზე და შფოთის და იარაღის ჟღარულის გარეშე მშვიდობით წყნარად გავისტუმროთ ეს ხალხი, მე მთავრობაზე არ ვიძახი, ინვესტორებზე ვიძახი და აღარ მინდა გიორგი 55 წლის კაცი ვარ და სულ ხედავ რომ ჩვენს დედაქალაქში სულ რამოდენიმე წელიწადი იყო მშვიდობა და სულ არის შფოთი, სულ არის დაპირისპირება, სულ რაღაცას ვარკვევთ და რაღაცას ვედავებით ერთმანეთს რა და ხო გინდათ ხალხო რომ მშვიდობა იყოს, ოღონდ ისეთ მშვიდობას რა უთხარი, სადაც ღმერთი გაიცემა მშვიდობით, ხო? გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს რომ ზოგიერთი საღვთო ომი მშვიდობაზე უკეთესია. არის მშვიდობა, რომელიც მომაკვდინებელია და დამღუპელია. ესეთი მშვიდობა არ მინდა, რომ მე მშვიდად ვიყო და ქვეყანა იყიდებოდეს. და ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, ესე ნაგლეჯ. ეხლა ეგენი ხო ესე არ გაჩერდებიან გიორგი არა? მე თურქები გვეტყვიან, იმათ რომ ეს მიყიდეთ. ჩვენ ეს გვინდა, ის გვინდა და მყიდველი ვინ არის? ყველაფერს ასე ეგენი ააშენი, იყიდიან მუსლიმანები, ხო?
Რაღაც გინდა ეხლა ხმლის ქნევა, ხო? ფაქტია. ამიტომ ჩვენ ყველაზე დიდი სასოება გვმართებს ღვთისმშობლის მიმართ, წმინდანების მიმართ, რომლებიც ყოველთვის გვეხმარებოდნენ და კიდევ დაგვეხმარებიან, რომ შვიდობიანად არ მოგვიწიოს სისხლის დაღვრა და უბედურება რა. იმიტომ რომ ქართველი ხალხი არასდროს უკან არ იხევდა და არც ახლა არ დაიხევს. და ვთხოვოთ წმინდანებს, რომ შვიდობით, წყნარად აი ეს საკითხი მოაგვარონ პატრიარქს აქვს თანათქვამი, რომ ქართული მიწა არ იყიდა. რა თქმა უნდა, აბა მე რო ლაპარაკობ ახლა ისთვის ლაპარაკობ, პატრიარქიდან ამაკ ეს ყველაფერი ნასწავლი, გიორგი, რომ არ გაყიდოთ ეს მიწა, კაცო, არ გაყიდოთ, არა, ისედაც რაღაც დაგვრჩა, ხო? თან მამო ყველაზე მაგარი შეიძლება რაღაცა გითხრათ, ეხლა სულ მაგას დაობ ხოლმე, რომ ეკლესია რატომ უნდა იყოს ძლიერი და ხალხს რო შურს ხოლმე, რომ აი ეკლესიას მიწა გადაცეს რაღაც. ერთადერთი მიწა, რაც არ გაიყიდება, იქნება ეკლესიის და მონასტრების ფლობელობაში მყოფი მიწები. ამიტომაა რომ აი ანუ დარჩება მარტო ეკლესია მონასტრები? ხო, აბა აი ფიზიკურად ეხლა ნახეთ მამო. ეხლა ნახეთ აი ლოგიკურად ეხლა იმას არა აქვს რა ისეთი რეგისტრაცია რომ სიტყვაზე გიორგიზი არის ის მიწა და მე შემიძლია გავყიდო. ხო, ნარიყალას ვერ გაყიდიან მართლა. ვერ გაყიდო. ხო და აი ეს რომ ეკლესიას გადაეცა, მაგიტომა აი მაგას ვთილობთ ხოლმე რომ ეკლესია ძლიერი ამ მიწები და იმით რომ იქნება ამ ეურნეობით რაღაცებით ხო? უკვე ისეთი მომენტი იქნება რომ შენ უნდა გაწყობდეს, იმიტომ რომ თუ ირანელი არ გინდა შემოვიდეს და არ გინდა ის დიღმის მასივი ირანელმა იყიდოს, კონდეს იქ რაღაცა კვადრატები, რაც იქნება იქ ეკლესია აშენდეს და ის ისა, ხო? ეს არ ესმით, მამო. ვიღაცას გონია რომ ეკლესია რომ დიდდება, ვიღაცა კერძოდ პიროვნება კი არ დიდდება, ისევ შენი სახელმწიფო ნარჩუნდება, ხო აქ? მისტიკური გაგებით ეკლესია არის ქვეყნის სული. აბა. ქვეყნის სული. ხო და ეს ქვეყანა მისი სხეული რა მდგომარეობაშია ეკლესიას ხო აინტერესებს არა მარტო ცათა სასופველი ხო არ გვაინტერესებს მარტო არა მებრძოლი ეკლესია რა პირობებში იქნება აქ და როგორ ფიქრობ იქ მე ახლო ტაძრები რა პრობლემები არ შეიქმნება იქიდან გამოვლენ მუსლიმანი მლოცველები აქედან მართლმადიდებელი მლოცველები წარმოგიდგენიათ რეები მოხდება ბათუმში თბილისში და უკვე რეები ხდება უკვე რა ხო და ამიტომ გავაძლიეროთ ლოცვა ვთხოვოთ არსებულ ხელისუფლებას აკი ჩვენ უმრავლესობით ავირჩიეთ შვიდობიანად უნდა შეიქმნას აუცილებლად რაღაც გარკვეული საზოგადოება სასულიერო პირებიც იყვნენ და ერის გამოჩენილი ადამიანებიც და მოხდეს მოლაპარაკება რომ არ მოხდება არ შეიძლება რა ეს არ უნდა მოხდეს მიწის გაყიდვა არის ღალატის ტოლფასი ასე ამბობს ჩვენი პატრიარქი ხო ასეა და ამას მე მგონი უნდა ყველა უნდა ამოიღოს ხმა გიორგი და აი გავერთიანდეთ ამ საკითხში რომ საქართველოს ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს თუ ამერიკა იმეგობრებს ჩვენთან ევროპა იმეგობრებს და რუსეთი დიდება უფარს მაგრამ ჩვენი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ქვეყანას ჩვენ უნდა მივხედოთ ამისი რესურსი ამისი ინტელექტი ამისი სული ამისი გული და ამისი უნარი ჩვენ გაგვაჩნია ქართველებს და ძალიან ბევრი დაბრუნდება, აქავე მოვიკითხავ ჩვენს ემიგრანტებს, გიორგი, შენ დაგავიწყდა, მაგრამ არა უშორა, მოგიკითხავ ძირფასო ემიგრანტებო. ნუ გეშელებო, ყველას მოგიკითხავთ, ყველას ჭიდება ნუგეში ემიგრანტსაც და აქ მაცხოვრებელ ადამიანებსაც და ჩვენ თუ აქ არ შევქმნით პირობები, ქართველები კი არ დაბრუნდებიან. ჩვენც მოგვიწევს აქედან წასვლა, გიორგი და მე ზუსტად ვიცი რომ არაწმინდა ადამიანების გეგმა არის საქართველოს ქართველების გარეშე. ვიცი ზუსტად უკვე ხვდები ამას რა. ხო და იმათ არიციან ეგ რომ ისინი რა დღეში ჩავარდებიან ღვთისგან. რა დღეში ჩავარდებიან ეს რა დღეს დააყრის საქართველოს მათ ტერსაც რო გაეცინება ეგ არიციან უკვე. აი გაბრაზებული ქართველი ჩემალტერმა ნახოს რა. ოღონდ ვიღაცების გაქეზებული კი არა. აი მართლა გლეხი რომ მოვა ეხლა ვენახიდან ჩართავს ტელევიზორს და ხედავს რომ ასეთი რაღაცები ხდება ის იმას ვეღარ გააჩერებს შენ. იმას ფული არ ჭირდება რომ გამოვიდეს და გითხრას რასაკეთებ კაცო მე ალათ აგირჩიე მე შენ პატივი გეცი მესამეთ აგირჩიე უკვე და მიყიდი მამულს კაცო თბილისზე და ბათუმზე ხმას არ ამოიღებ შენ ვენახს მოადგებიან. რას ამბობდა ილია გიორგი რომ ქართველ კაცო მამული გონიაო ეკავა შემოვლებული ნაკელმოყრილი მიწაო მარტო ეგ არის მამული მთელი საქართველოა ნიკოპსიდან დარუბანდამდე იყო მაგრამ დღეს რაც დაგჭა ეგ მაინც შევინარჩუნოთ კაცო ხო ეგ მაინც შევინარჩუნოთ და უნდა შევინარჩუნოთ ლოცვით და გონივრული მართლობით ერთობით სიყვარულით და დიდი იმედით და რწმენით
სხვანაირად ჩვენ აღვიგვებით პირისაგან მიწისა და ღმერთმა დაგვიფაროს ჩემო ძვირფასებო რა. მე ვიცი რომ არა ქართველებიც ამაში დაგვიჭერენ მხარს და ჩვენს ხელისუფლებას ეკონიერება რომ უკან დაიხიონ და მსგავსი სისულელი არ ჩაიდინონ, რასაც ქვია ჩვენი მიწების გასხვისება რაღაც მილიარდელებზე. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ გიორგი. უღრმესი მადლობა რომ ხართ და დიდი მადლობა იმისათვის რომ აი ესე თემა წამოწიე წინ აუცილებლად მე ორშაბათსაც წავეყვან ამასთან დაკავშირებით გადაცემას აუცილებლად და თუ შეიძლება აი ბოლო 2 წუთი დარჩა და კიდე რა შეიძლება რომ თქვათ იმიტომ რომ სხვათა შორის პატიმრები მინდა მოვიკითხო განსაკუთრებით იმიტომ რომ არ გეგმავთ რომ დამავიწყეთ უბრალოდ იმდენად რთული მომენტი არის და დღე არის თვითონ რაღაცა ტრაგიკული მართლა ის შეიძლება გიორგი რომ აი შე რომ ვითხოვ რომ სასულიერო პირი რო გარდაიცვლება ამაზე მოწოდება არ უნდა ჭირდებოდეს არავის ეს უკვე ნიშნავს სიყვარულის ნაკლებობას და სიყვარულის ნაკლებობა იწვევს სიძულვილს გიორგი როგორც გინდა ჩვენ კარგად ვიქადაგოთ თუ საქმით სიყვარული არ გამოვამჟღავნეთ აი სახარება შეიძლება ადამიანს არ წაუკითხო, მაგრამ დაანახო საქციე. ოქროპირი ამბობს, რომ სანამ სახარებაზე დაიწყებ ქადაგებას უკითხე, იქნება პურიშია იმ ადამიანს, რა, ჯერ შეერი ხო არ არისო კითხე. ხო და სასულიერო პირი რო გარდაიცვლება, თანაც მაღალი იერარქიის მოწოდება, რაში უნდა ჭირდებოდეს ახლა გიორგი იქ ხალხს, რომ თქვათ არ მოგწონდა, ხო, არ მოგწონდა თქვათ. მიდი პირიქით და შენი ლოცვა ჭირდება ახლა იმას, ხო? და რას ვიხარ რომ არ მოგწონდა საერთოდ არა სიტყვაზე ვიძახი რა რომ თუ არ მოგწონდა მით უმეტეს რომ არ მოგწონდა მიდი და ერთი უფალო შემიწყალე უთხარი რა სულთათანა ერთი უგალობე რა ჯერ ხო არ იცი შენ გონია ოქროპირი მოწონდათ შენ გონია ისე დღეს რომ წმინდანებად არის იცი რომ სერაფიმ საროველი გიორგი ერთი საუკუნის მერე შერაცხეს წმინდანად რუსეთის სინოდი არ აღიარებდა წმინდანად 70 წლის მერე იცი ასე რომ შენ გონია რომ ეს სოფელი რო განგადიდებს არ არის კარგი. ამ სოფელმა უნდა გაგრიყოს როგორც მოსე შეაცურეს ნილოში. ყველა დიდი ადამიანი გარიყული იყო ამ სოფლიდან. ეს ხო იცი კარგად რას გიხსნი ხო? ასე რომ მოგწონდათ მეუფე არ მოგწონდათ. ერთი სულთათანა დავადევნოთ ამ ადამიანს, მიდით მოეფერეთ, უთხარით მეუფე ღმერთმა შეგინდოს შენი ცოდვები და ნათელში გამყოფოს ღმერთმა. არა მარტო მეუფე, რამდენი სასულიერო პირი გულნატკენი და სევდიანი წავიდა. რამდენი მამო ათასობით და ჩვენი სირცხვილე მაგის გამო ვისჯებით ჩვენ აუცილებლად. პროფესორად გზალავენ დიდარ ადამიანებს გიორგი და ოლიგარქებს და სხვათა შორის ადამიანები ვიდიან უბრალოდ. აი ეგრე მართლა უბრალოდ წავიდა ამას ვენაცვალე მაგის სულს და დიდება და რა ვიცი წყალობა იქიდან კიდე დაგვიცავს. მამა სერაპიონის როგორ ასეთი გულნატკენი წავიდა. მამა სერაპიონი, მამა და რავი რამდენი გინდა და ეს ჩვენი ტკივილი არის, ჩვენი სირცხვილიც არის თან ზემოდან. რა თქმა უნდა, პატარა ვიწროწრი არის, ვინც ხედავს ამ ადამიანებს და მაგ გენაცვალეთ თქვენ, მაგ აი ღვთისწყალობაა, რომ ესეთ ადამიანებს თქვენ ხედავთ და აფასებთ. ეგ არის ღვთისწყალობა და ის ვისაც გონია რა აქვს ის ვერას ვერ დაინახავს ან რაღაცა ზოგ შური ამოძრავებს შეიძლება და დიდ ადამიანებს უბრალოდ არ აღიარებს იმიტომ რომ აი უნდა რომ აი რაღაცნაირად იმას ქნან და ეგრე არ არის სამაგიეროდ შეიძლება ამათმა არ გაღიარონ მაგრამ უფალი ზეცად გაღიარებს თავარი ეგ არის ძალიან დიდი ბუდიში რაღაცა წამები დამჭირდება რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირის და მრევლის სახელით მინდა მადლობა მოგახსენო რომ ხარ რა რომ ცოცხალ გლებს და გარდაცვალებულებს ასე უდგეხარ ხარში რა შენ ვერ ხვდები და კარგია რომ ვერ ხვდები რომ თავში არა გივარდეს რა და აი პირდაპირ გეუბნები რომ შენ სარიცი რასაკეთებ აი კარგია რომ არ უნდა მეთქვა მაგრამ უბრალოდ არ ვერ მივეცი ჩემ თავს უფლება რომ მადლობა არ გითხრა ძალიან ბევრი ღვთლის სახელით რომ შენ ეს ეთერი ვიცი რომ იქნება ყოველთვის ესეთი ეთერი როგორც ხალხს გაუხარდება რომ იყოს რა არა პირფერული არა ლიქნერულ ფარისეულურ წიგნობრული არამედ მეთევზურების ენით ვისაუბროთ ყოველთვის. მეთევზურების ძალიან დიდი მადლობა, მამო, უღრმესი მადლობა რომ ხართ. მადლობა შენთვის სტიმული ხართ თქვენ და დიდი მადლობა ამისათვის. მადლობა რომ ხართ თქვენ თვითონ, იმიტომ რომ აი ამ სიტყვებს და საერთოდ ამ იმას ძალა აქვს ძალიან და შეუძლია და მადლობა. მე უფე სერაფიმეს კიდე ძალიან ბევრ გადაცემას გავუკეთე, პირობას გაძლევთ და იმ ადამიანებს, ვინც არიან წარსულში, ხო? წარსული არც არ იქნება, ეგენი არიან მომავალი ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ რო გარდავიცვლებით ამ ქვეყნად, აი იქ უნდა დავხვდენ ისინი, ანუ ისინი არიან ჩვენი მომავალი. ეგ არ დაგვავიწყდეს და მაგიტომაც ვიხსენებ სულ. ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს და მე უფე მოიხსენიეთ, ძალიან გთხოვთ. აი ერთ სიტყვას ვიტყვი, ძალიან დიდი ბოდიშით. მე უფე სანამ ჩავიდო და ბორჯომში
დღეს ამდენი ტაძრები რო არის აღზევებული, ამდენი სასულიერო პირი რო არის, ამდენი ის ხო პირჯვრის გადაწერა ზოგმარიცო და სახლები არისო ნაკურთხი და დღეს ექსკურსიები ეწყობა და ამდენი სიკეთე ხდება და მეუფის დამსახურება 10, 20 და 25 წელი იქაურობა, აი როგორ ზენიტში აიტანა, ბორჯომი დღეს არის ერთ-ერთი თითით საჩვენებელი ისა, რა ქვია, მხარე და ესე ბორჯომ ბაკურიანი. ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერი კარგს და მეუფეზე აი მართლა ტრაგედია ჩვენი საქართველოსი ვიზიარებ მართლა ყველა იმ ადამიანის გულში, რა ვიცი, სიკეთე ქონოდეთ, ვისაც ეს ტკივილი შეგეხოთ. კარგად ზანდებოდეთ დროებით.